ეს ფილმი ზღვის სიყვარულით შემყრობილ ადამიანს ეძღვნება. ამბავია ზღვაში წასული და დამარცხებული კაცის გამარჯვებისა, რომელმაც ფათერაკიან ზღვაში მარტო სიარული არის სურვა. სიკვდილს სიცოცხლის ბაწრით გადაება და საკუთარი თავგანწირული ქმედებით ზნეობის მწვერვალი სწორედ ზღვაში დაიპყრო. ეს ფილმი ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტნის ბეჟან ძირკვაძის ხსოვნას ეძღვნება. როდესაც ფილმზე მუშაობას ვიწყებდით, იმთავითვე ვიცოდით, რომ მისი გმირის ცხოვრების ამსახველი არც ერთი ცოცხალი კინო და ვიდეო კადრი არ არსებობდა. არ დარჩა. არსებობდა მხოლოდ საოჯახო ალბომში შემორჩენილი ფოტოები და ახლობლების მოგონებები ადამიანზე, რომელმაც იქ, ზღვაში, გემზე ყოფნისას განსაცდელი ჟამს არ მიატოვა საკუთარი ეკიპაჟის წევრები და თავგანწირული ქმედებით სრულად უიმედო სიტუაციაში ბიჭების მიშველებისას თავადაც დაიღუპა. სწორედ ეს მოცემულობა იქცა ამ ფილმის შექმნის მთავარ მოტივად. ეს იქცა ჩვენთვის გამოწვევად. მოგვეთხრო სიცოცხლეშივე გმირად ქცეულ კაცზე. ისტორია კი, რომელმაც ჩვენი ფილმის შექმნა განაპირობა აქ, აფრიკაში, შორეულ ნიგერიაში იწყება. ბერძნული სანაოსნო კომპანია ლოტუს შიპინგის ტანკერმა ესტელამ ნიგერიის უდიდესი პორტის, ლაგოსის სიახლოვეს, მდინარე ნიგერის დელტაში მდებარე ბონის ნავსადგურის რეიდზე ჩაუშვა ღუზა. გემის ეკიპაჟში რამოდენიმე ჩვენი თანამემამულე, ქართველი მეზღვაურიც იყო. მათ შორის გემის კაპიტანი ბეჟან ძირკვაძე, მისი უფროსი თანაშემწე გელა თურმანიძე და მატროსი მერაბ საფარიძე. ახლობლები, რომლებმაც ეს სამი ადამიანი ზღვაში გააცილეს, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი ბოლო შორეული ნაოსნობა აღმოჩნდებოდა. ზღვაში უკანასკნელად წასვლა, საიდანაც ისინი ცოცხლები არ დაბრუნდებოდნენ. Რის ჩვენი სიცოცხლე ჭიდით გაგიფრინდება 2006 წლის 13 იანვარს იმ საბედისწერო დღეს გემზე მყოფი ყველა მეზღვაური თავისი საქმით იყო დაკავებული. კაპიტანი ბეჟანი კი გემზე მიმდინარე სამუშაოებს სანავიგაციო ხიდურიდან ადევნებდა თვალს. მოულოდნელად გემის საბალასტე ტანკში მორიგი შემოწმების მიზნით ჩასული კაპიტნის უფროსი თანაშემწის გელა თურმანიძისა და მატროს მერაბ საფარიძის სიცოცხლეს გაზის უეცარი გაჟონვის შედეგად გარდაუვალი საფრთხე შეექმნა. ეს ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენია ხიდურაზე მყოფ კაპიტანს, რომელიც თვალის დახამხამებაში მთავარ გემბანზე გაჩნდა და ბიჭების მისაშველებლად უმალ ისიც ტანკში ჩაეშვა. სამწუხაროდ კაპიტნის ამ თავგანწირულმა ქმედებამ შედეგი ვერ გამოიღო. მღუთავმა გაზმა სამივე მათგანის, უფროსი თანაშემწის გელა თურმანიძის, მატროს მერაბ საფარიძისა და მათ მისაშველებლად ავარიულ ტანკში ჩასული კაპიტნის ბეჟან ძირკვაძის სიცოცხლეც იმსხვერპლა. ბეჟანის ტრაგედიის ამბავი ნამდვილად თავზარდაცემი იყო ყველასთვის, ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ყველა ახლობელისთვის, ნათესავი იყო თუ მეზობელი იყო ყველასთვის. საშინელი ტრაგედია დატრიალდა ნამდვილად. უთხრეს, გააფრთხილეს, არ ჩახვიდე. შევიდე უნდა. მისაშველებლად. მოვალეობა იყო, კაპიტნის მოვალეობა იყო და სხვას არავის არ ენდო და თვითონ ჩავიდა და რომ არ მოვიდა უკვე დარწმუნდა. მას არ შეეძლო, ვერ მოითმინა, რომ ეს ტანკში ჩასული ადამიანები გასაჭირში იყვნენ, რომ დასახმარებლად თვითონ ჩავიდა იქ და შეეწირა. ეს არის ერთ-ერთი თავგანწირვა მისი ხასიათის. ის იყო ნამდვილი ქართველი, ნამდვილი მეზღვაური. მაგრამ ეს რომ მოხდა, ყველა კაპიტანებად მოქცეოდა რას. იმიტომ მას უყვარდა ზღვა, უყვარდა ეკიპაჟი. როგორც მეზღვაური მართლა მეზღვაური კაცი იყო, არ მოშორდა მოგაჯამს. თავის საქმე იცოდა. შეიძლება სასწავლებელშიც კარგად სწავლობდა, ხო? ვარსკვლავი რა? ნიჭიერი იყო, ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო.
როცა წამიდიოდა იმ რეისიც, მაშინაც ვნახე წასეხა ჩემი ძლის ძმა იყო მასთან ერთად მესამე შტურმანი. ერთად რომ გავაცილეთ და ეს ამბავი მოხდა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ადამიანი, რომელიც იყო ცოცხლობდა, არსებობდა, ცურავდა, ოჯახის ოშვილი ყავდა და აი მისი გარდაცვალების შემდეგ მას იგონებენ და აი მასზე კარგს ამბობენ. ბეჟან ძირკვაძე შორეული ნაოსნობის კაპიტანთა იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელიც სახელოვან ქართულ საზღვაოსნო ტრადიციებზე აღიზარდა და გამოიწვრთო. რომელმაც მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა, რადგან სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია და საკუთარი საქმეს აკეთებელი მას მხოლოდ ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში ეგულებოდა. შინაგანი წესიერებით ახსილი ადამიანი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი, კაცურ კაცობის განსახიერება და სამაგალითო ქართველი ზღვაოსანი გახლდათ. მომავალი კაპიტანი 1951 წლის 10 ივნისს მაღალმთიანი ხულოს ულამაზეს სოფელ დიოკნისში ალექსანდრე და რებიო ძირკვაძეების ოჯახში დაიბადა. ხულოს რაიონში არის სოფელი დიოკნისი, სადაც უმრავლესობა 90% ცხოვრობს ძირკვაძე. მე და ბეჟანი ვსწავლობდით დიოკნისის საშუალო სკოლაში, ხულოს რაიონში. ვსწავლობდით ისე, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა, ამხანაგობა ჰქონდა ერთმანეთში. იმის მიუხედავად, რომ ოჯახში მეზღვაური არ ყოლია, ზღვა ბავშვობიდან იტაცებდა. თავიდანვე იცოდა, რომ ცხოვრება საოცნებო პროფესიას დაუკავშირებდა და საბოლოოდ კაპიტანი გახდებოდა. ბეჟანმა საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე დაუბრკოლებლად ჩააბარა მისაღები გამოცდები და 1968 წელს ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის კურსანტი გახდა. ოცნების ახდენის გზაზე ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან იმ წლებში იქ მოხვედრა განსაკუთრებულ წარმატებად ითვლებოდა. დისციპლინით განთქმული და გასამხედროებული ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი, სადაც სპეციალურ საგნებს წესისამებრ გამოცდილი პედაგოგები ასწავლიდნენ, კურსანტებს გემთწამყვანობის მათემატიკური საფუძვლებით დაწყებული ნავიგაციით, ლოციითა და ასტრონომიით დამთავრებული შტურმან გემთწამყვანის დიპლომის მიღებასთან ერთად საბოლოოდ კაპიტნად გახდომის პერსპექტივას უჩენდა. გაუმართლა მაშინ მომავალ მეზღვაურს ერთ-ერთ თვალსაჩინო კურსზე მოხვდა. ბეჟან ძირკვაძესთან ერთად სწავლობდნენ თენგიზ რიჩკოვი, შოთა აბაშიძე, დავით ბოლქვაძე და ოთარ დავითიანი, ვალერიან იმნაიშვილი და ამირან წერეთელი, რომელთაგანაც არაერთმა მიაღწია მიზანს და შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა. მე მახსოვს სასწავლებლიდან ის იყო ძალიან ნიჭიერი, პასუხისმგებელი და მორიდებული, უკონფლიქტო, უბრალო, თავდაბალი პიროვნება იყო და აკაც შეხედავდი ძალიან მორიდებული და თავდაბალი ბიჭი იყო. ყველაფერი ისე აითვისა, ყველაფერი ისე გააკეთა, კაპიტნამდე მიაღწია. დიდი დასაბუთების ბიჭებმა ახსენეს, სულჩხიში იყო თავჩარგული, აინტერესებდა რუსულიც, ინგლისურიც. პირდაპირ ყველა კაცი რომელმაც რუსულიც არ იცოდა, ბაცო, და ზღვა არ ქონდა და არ ქონდა ნანა. მაგრამ ისეთი ის ქონდა მაგას, ხო, ჟინი ქონდა და ის რომ ნამდვილად მაგან მიაღწია იმას, რაც საზღვაო სასწავლებელი განთავრებული ვაკაცმა უნდა მიაღწიოს, ხო, კაპიტნობა. ესე იგი საღამოს როცა ჩვენა ჩათრესაზე დავწოვდა, მოიყო თვითონ წეში ჩარჩობილი მოწავდა, რომელიც უბოდა რეგეთით ალბათ პირველ საათს შემდეგ დილის დაძეგებოდა, შვიდზეოდავ გარგად იცოდა დაძეგებოდა, სულ ეფლობოდა წიგნებს. აი ყველა წიგნები რაც იყო, ზღვაზე ყველაფერი ძალიან აინტერესებდა. ნიჭი თუ არა გაქვს, ვერ მიაღწევი თანამდებობას, თანამდებობისაც ძალიან საერთოდ მეზღვაურობა. და მიზანი. მიზანი მემართული იყო ეს პირველი კურსიდან უკვე კაპიტანი უნდა გავხდეო. 1973 წელს სრული თეორიული კურსისა და საზღვაო სასწავლო პრაქტიკების გავლის შემდეგ ბეჟან ძირკვაძემ გემთწამყვანის სპეციალობით დაამთავრა კიდეც ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი და განაწილებით საქართველოს საოკეანო თევზსაჭერ ფლოტში მოხვდა. სადაც იმ დროს ისეთმა ცნობილმა კაპიტნებმა მოიყარეს თავი, როგორებიც იყვნენ
აბესალომ ზენაიშვილი და ჯონდი ჯოჯუა, ნიკოლოზ მხატვარი და პეტრე აბრამია, გიორგი სვანიძე და შაბურ გუნია. ახალბედა მეზღვაურმა 1974 წელს ზღვაში საქმიანობა თავდაპირველად საოკეანო ტრაულერ თბილისის პირველი კლასის მატროსად დაიწყო. ზღვაში პირველი გასვლისთანავე გემი ძლიერ შტორმში მოყვა. ბეჟანი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ უბრალო მეზღვაურობაც კი სულაც არ იყო უბრალო საქმე და ერთხანს იმასაც ფიქრობდა, ფათერაკიანი პროფესიისათვის თავი დაენებებინა და ზღვაში აღარასოდეს სასულიყო. თუმცა დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების დაძლევას ჩვეულს უკან აღარ დაუხევია. გულმოდგინედ ეუფლებოდა იგი პროფესიას. ღებავდა და რეცხავდა გემბანს. იღებდა და ამაგრებდა ტრალს. სანავიგაციო ხიდურაზე მორიგეობისას კი საშტურმანო ანაბანას სრულყოფდა და კურსის დადგენა და გემის ადგილმდებარეობის განსაზღვრა უკვე დამოუკიდებლადაც შეეძლო. მალე ნდობა გამოუცხადეს და ბეჟანი კაპიტნის მეოთხე თანაშემწედ დაამტკიცეს. ტრაულერ რუსლანზე მან კიდევ უფრო მეტი გულმოდგინებითა და მონდომებით განაგრძო გემწამყვანის პროფესიის დაუფლება და საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში სრულყოფა. მე და ბეჟანი ერთად მუშაობდით ლოტში. მან იყო მეოთხე შტურმანი რუსლანი იყო ასეთი გემი, მე თბილისი. ამეიღებდა ასეთ რვევს. დღეს ლოტშია უნდა ამუშაოს ხვალ ნავიგაციის რაღაცები და ეს პროგრამა რომ უკვე იცოდა რა ჭირდებოდა რომ კაპიტანი გამختارიყო. ასეთი მოწესრიგებული ბიჭი იყო მალე. მიზანსწრაფულობით გამორჩეულმა ახალგაზრდა შტურმანმა საოკეანო ტრაულერებზე თბილისზე, რუსლანზე და საქართველოზე სწრაფად გაიარა შტურმანობის ყველა საფეხური და 1978 წელს უკვე ტრაულერ თბილისის კაპიტნის უფროსი თანაშემწეც გახდა. რეისები 6, 7, ხშირად კი 8 თვეც გრძელდებოდა, მაგრამ ამ ვითარებას მისთვის ხელი არ შეუშლია პირად ცხოვრებაზეც ეზრუნა და ოჯახსაც დროულად მოკიდებოდა. 1977 წლის 5 მაისს იგი საკუთარ თანაკლასელზე პროფესიით პედაგოგ გუგულის საგიმნაზიეზე დაქორწინდა კიდეც. ბეჟანი მთხოვა ხელი. მე ვარი აღარ მithქმია, მომწონდა მისი პროფესიაც, ფიზიკურად ბეჟანი მომწონდა, მისი ხასიათი მომწონდა, ოჯახი მომწონდა და თანხმობა უთხარით გავყევი ცოლად. შეგვეძინა 2 შვილი, 2 ვაჟკაცი, ზაზა და მალხაზი. მარტო მიწევდა ბავშვების გაზრდა. მინდოდა სამსახური დამეწყო, დავამთავრე პედაგოგიური, მაგრამ მეუღლემ ვარი მითხრა ბეჟანიმ, რომ არ მინდა შენი მუშაობა, შვილები გამიზარდე წესიერები და სრდილობიანი და განათლებული შვილებიო. დაოჯახებასთან ერთად ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაშიც ჰქონდა. უკვე გამოცდილი გემწამყვანი და შორეული ნაოსნობის შტურმანი მალე ბათუმში ბრუნდება. თევზსაჭერიდან საზღვაო სავაჭრო ფლოტში გადადის და 1978 წლიდან საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს. მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა იგი სამტრედიაზე და მხატვარსერობზე, ანაკლიაზე და ჩკალობზე, ასპინძაზე და ილია ჭავჭავაძეზე. ამ გემებით შორეული ნაოსნობისას კვლავ თვეობით უხდებოდა ოჯახისაგან მოშორებული ყოფნა. ზღვაში ხანგრძლივი გადასვლებისას კი განსაკუთრებით შვილები, ზაზა და მალხაზი ენატრებოდა. მთელი მისი ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, ერთი ცხოვრება ზღვაზე ქონდა, შემიძლია ვთქვა, მაინც ესე იგი ახერხებდა თავის ოჯახთან ყოფნას, ის ტელეფონს არ გააჩერებდა ერთი წუთით, სულ ტელეფონით კითხულობდა, სად იყვნენ მისი შვილები, როგორ სწავლობდნენ, როგორ იქცეოდნენ, სულ მუდამ გრძნობდით ბეჟანის სრუნვას. ჩვენ გქონდა მეგობრული ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად იყო გემზე და არ იყო სახში, შესაძლებელი იყო ის ქონდა, რომ იქედან ეკონტროლებინა ჩემი და ჩემი ძმის თავი, ვთქვათ, რომ 10 საათზე სახში უნდა მივსულიყავით, აგვეთილებინა სწავლა უნდა გქონოდა, ვერ მოვატყუებდი ჩანსი არ იყო, რომ ვთქვათ, შეიძლება ამერიკიდან დარეკავდა და 10 საათზე უნდა ყოფილიყავით სახში, იმიტომ რომ ვთქვათ, რომ მე თქვა სახში ვარ, დედა და მალაპარაკე, ვიღაცა და მალაპარაკე, რთული გამორიცხულება შემთხვევაში. მეზღვაურის პროფესია ასეთია, სულ ზღვაშია და ჩვენ ვიყავით ოჯახის წევრებით, შვილებიც
ყველა ვიყავით მის მოლოდინში. ყველაზე დიდი ბედნიერება იყოს, რომ როცა მიდიოდა. რომ ჩვენ უფრო თავით დიდი თავისუფლება გქონდა. ერთხელ მე მithქვამს, რომ ჩამოვიდა მამა ჩემი მეთქი და მორჩა გულავი მეთქი რა. ჩამოდის ახლა ერთ კვირაში და მორჩა გულავი მეთქი რა. ასეთი სიტუაციაც იყო და გაიგო ეს სხვათა შორის. რა თქმა უნდა, როდესაც ჩამოდიოდა პირველი დღეები თუნდაც თბილია ახლო რაღაცა, მაგრამ მაინც სიმკაცრე იყო იმის, რომ გაკვეთილები, აბა ინგლისური, აბა მასწავლებლები, ეს ყურადღების ქვეშ ვიყავით ძირითადად და მაქსიმალურად აქცევდა ამ ყველაფერს ყურადღებას. მომთხოვნი და თქვენ წარმოვიდგინეთ დილას, რომ გაიღვიძებდა ჩვენთან იყო პირველი შეკითხვა ჩემთან და ჩემს ძმასთან. თქვენი გეგმა დღეს. ჩვენ მადლიერი ვართ ამის, რომ მამა ასეთი იყო, ასეთი მკაცრი იყო, იმიტომ რომ ისეთი ცუდი დრო იყო და ისეთი ცუდი პერიოდი იყო მაშინ, რომ ის ზალისხმევა არ ყოფილიყო მისი, შესაძლებელი იყო სულ სხვა გზით წავსულიყავით და რაღაცა ცუდი ნაბიჯები გადაგვიდგა და ცუდი რაღაცები გვეკეთებია. მამა ჩემის გარდაცვალების შემდეგ 2006 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავი ზღვაში, გავიარე შესაბამისი კურსი საზღვაო სასწავლებელი ანრეში და გავხდი მეზღვაური. 2009-ში წავედი ზღვაში, ერთი კონტრაქტი შევასრულე, ჩამოვედი და მის შემდეგ აღარ წავსულ ვარ შორეულ ნაოსნობაში, სამსახური დავიწყე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, სარეიდო კატარღას ხალთაზე. 5 წლის შემდეგ ჩემმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოვიყვანე ბუქსირ თამარაზე. მართალია შორეულ ნაოსნობაში არ მიწევს წასვლა, მაგრამ ჩემი საქმიანობა ზღვას და მეზღვაურის პროფესიას დაუკავშირებ. ორივე სურვილი იყო, რომ ზღვაზე წასულიყვენ და მამის გზას გაყოლოდნენ, მაგრამ მათმა მამამ ასე უთხრა, რომ მე ვიცი რა არის ზღვაო და არ მინდა რომ თქვენ ის იწყალოთ, რაც არის იმ ზღვაზეო. შეიძლება ითქვას, რომ მალხაზ ძირკვაძე მამის პროფესიულ გზას გაჰყვა. რაც შეეხება უფროს ვაჟს, იგი მამის ნებას დაყვა. მეზღვაური არ გამხდარა. ზაზა ძირკვაძე უმნიშვნელოვანესი საქმის, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურში დგას. მე-9 კლასში ვიქნებოდი დაახლოებით, როდესაც ჩემი აზრი მკითხა, რომ მე რას ვფიქრობდი და რა მინდოდა, მე რა თქმა უნდა საზღვაო აკადემია იყო ჩემი გადაწყვეტილება. ბოლო მომენტში კონკრეტულად მიიღო გადაწყვეტილება ერთპიროვნული, რომ მე საზღვაო აკადემიაში არ გამეგზავნებია სწავლა. იქედან გამომდინარე, რომ მე ვიცი ეს რა შრომასთანა, რა ნერვებთანაა დამოკიდებული ეს ყველაფერი და მე არ მინდა რომ ჩემი შვილიო მე რას გამოვიარე ის და გაიაროს თვითონაც რა. გზა კი ჩვენი ფილმის გმირმა მართლაც რომ ხანგრძლივი და სირთულეებით აღზავსე, თუმცა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაიარა. მეზღვაურად მრავალწლიანი საქმიანობისას სხვადასხვა გემით მან თითქმის ყველა ზღვა გადასერა. მოიარა მრავალი კუნძული, ქვეყანა და საზღვაო პორტი. 1993 წლიდან უკვე კაპიტნის უფროსი თანაშემწის პოზიციაზე ბეჟანი ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ ახალციხეზე 1994-97 წლებში კი ერთობლივი კომპანიისათვის გადაცემულ და უკვე უცხოური დროშის ქვეშ მყოფ გემებზე ქობულეთზე და იუსუპ კაზეთს ურავდა. სპეციალობით გემთწამყვანობა საზღვაო გზებზე მან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაასრულა. დამტკიცებული იქნა კაპიტნად და 1999 წელს ქართულ-ინგლისური სანაოსნო კომპანიის ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდის დავით ბაქრაძის ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა. 2000 წლიდან გარდაცვალებამდე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბეჟან ძირკვაძე მსოფლიოს სხვადასხვა უცხოური კომპანიის გემებზე საქმიანობდა. უკანასკნელად ზღვაში იგი ბერძნული სანაოსნო კომპანიის ლოტუს შიპინგის ტანკერ ესტელაზე წავიდა. სწორედ ამ გემზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა იგი იმ საბედისწერო და ავბედით დღეს. ვიდექით პორტ ლაგოსში იყო 30000 ტონიანი ტანკერი ესტელა, რომელიც მეთაურობდა ბატონი ბეჟანი ძირკვაძე. გათენდა 13 იანვარი 2006 წლის, რომ
ვერ მზადებოდით საახალწლოდ, ყველა ძველი ახალი წელი დგებოდა, ყველა მოლოდინში კარი განწყობაზე ვიყავით, მაგრამ რამოდენიმე საათის მერე გავიგეთ გემზე მოხდა განგაში. პანიკა, როდესაც ავარდა გემზე, რომ ასეთი რაღაცა მოხდა, ეკიპაჟში 2 ადამიანი გიკვდება, რა თქმა უნდა, ყველა კაპიტნისთვის, ყველა ხელმძღვანელისთვის პატარა პასუხისმგებლობა არ იყო, 2 ქართველი ბიჭის ფოტოშურის. და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ადამიანმა საერთოდ არ დაფიქრდა არაფერზე, იმიტომ რომ ეს წავიდა მაქსიმუმზე იმისათვის, რომ ეს ამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩენილებოდა. ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ბოლომდე ჩაყვებოდა თუ რამე შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, შედეგი რაც დარჩა. ვერ გამოვიდა ესეც უნიკ. მისი საქციელი თავისუფლად შეიძლება თავგანწირვად ჩართულიყო. დიდი ტრაგედია მოხდა. ჩვენ გულებში პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი კურსელი იყო და ამიტომ მომხდა. ეს იყო ტრაგედია. ამ ბიჭს არაფერი არ ეშლებოდა, იმიტომ რომ მეზღვაურის პროფესია არის ისეთი, რომ მეგობარი, ახლობელი, რომ რაღაც ასეთ ვითარებაში იღუპება, ეგ არის ნამდვილად გულდასაწყვეტი. ძალიან კარგი ადამიანი იყო, თავისი ხასიათით, თავისი ბუნებით. მის საქციელზე შეიძლებოდა მომავალი თაობები, მომავალ თაობებს დაენახა მის საქციელი და სამოქალაქო იქნებოდა მის საქციელი. მე მგონია რომ ეს საკითხი კარგი ქართველი მეზღვაური დავგარდეთ ჩვენ. არა მარტო მეგობარი გულიმწყია, არამედ ქართველი მეზღვაური, რომელსაც შეეძლო ჩემსავე წასულიყო და ესწავლებია მომავალ თაობებზე. ასე დაასრულა ტრაგედულად ჩვენმა ბეჟანმა ეს ცხოვრება, მაგრამ ის უკანონოს მის შვილები და ისინი გააგრძელებენ მის ცხოვრებას. ძალიან ჭკვიანი, ზრდილობიანი, კარგი ვაჟკაცები გავზარდნენ. კარგი ოჯახები აქვთ ორივეს. სიყვარულით დაქორწილდნენ ორივე კარგი რძლები მყავს. მამაჩემს ერთი შვილი მოესწრო, ქეთევანი, რომელთანაც ურთიერთობაც ჰქონდა. მარი, რო დაიბადა, იცოდა, სახელიც იცოდა. ხო და იყო 2 გოგო. მესამე შვილი როცა შემოვიდა ჩვენ ოჯახში, ეს იყო უკვე ვაჟკაცი და აბრაამი და გოგო. მამაჩემის სახელი იყო და რა თქმა უნდა მერქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ბეჟანი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ბაბუას მოალზე, გახდეს მეზღვაური და შემდეგ შორეული ნორსმობის კაპიტანი. ვინ იცის? შესაძლოა ბეჟანი და ნიკოლოზი სამომავლოდ მართლაც დაადგნენ ბაბუას პროფესიულ კვალს. ჯერჯერობით კი პატარა ბეჟო ჭიდაობითაა დაკავებული და უკვე სპორტული წარმატებებიც აქვს. მოიგო კიდეც რამოდენიმე შეჯიბრი და იგი უკვე ჩემპიონიცაა. ბეჟოს სტოლს არც ბიძაშვილი, ნიკოლოზ ძირკვაძე უდებს და ბიჭები ახლა უკვე ერთად ეუფლებიან ბერძნულ რომაული ჭიდაობის ილეთებსა და საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, ჩემი შვილები, საყვარლესი შვილები, ზაზა და მალხაზი. ჩემი საყვარელი შვილები, ქეთი, მარი, ბეჟანი, ნიკა, თითქოს ავსებენ იმ სიცარიელეს და რაღაცას, მაგრამ როცა ძალიან კარგი მეუღლე ყავს და კარგი ოჯახი გაქვს, ბეჟანის ადგილი მაინც რაღაც მტკივა, მაინც ცარიელი გული ჩემი, რა ვიცი, ღმერთმა მომცა ის ძალა, რომ დავიტირე ჩემი მეუღლე და უძღვები კიდე ოჯახს და შვილებს. ვეცდები, რომ ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ჩემ ბეჟანის გაუხარდებოდა, როგორც უყვარდა. ისეთი შვილები ავზარდოთ, როგორც მას გაეხარდებოდა. მამამ ჩვენ რაც გვასწავლა, იმ ჩვენი ტრადიციებიდან, იმ ჩვენი კულტურიდან, ჩემი ოჯახი, ჩემი ძმის ოჯახი ანალოგიურად ვაგრძელებთ ამ ურთიერთობებს. ამას ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც წესიდარიგია და ამ გზით მივდივართ ყოველთვის და რა ვიცი, ამისიკეთ არ გადავხვევთ. ალბათ მამას ისიც ეს იქნებოდა, რომ ის გაუხარდება, რომ ჩვენ წესიერების დილობიანები და რა ვიცი, ნორმალური ოჯახები გვიქნებოდა. ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადავდგავთ წესიერმა ბიჭებს და წესიერ საქმეს გავაკეთებთ. და დარჩა ახლობლებისა და კოლეგა მეგობრების მოგონებები. მათი, ვინც მას პირადად იცნობდა, ვისაც მასთან ერთად და მისი მეთაურობის ქვეშ უცურია.
ერთხელ მაინც შეხვედრია ან თუნდაც სმენია შორეული ნაოსნობის ქართველი კაპიტნის ბეჟან ძირკვაძის შესახებ. ალბათ ჩვენც აქ უნდა დავასრულოთ თხრობა ადამიანზე, რომელმაც საკუთარი თავგანწირული ქმედებით ზნეობის მწვერვალი სწორედ ზღვაში ყოფნისას დაიპყრო. მიუხედავად დიდი ტკივილისა, მისი დაღუპვა ახლობლებს უმწეობის შეგრძნებას კი არ უჩენს, არამედ სიამაყით და რაც მთავარია, დიდი და კეთილი იმედებით აღავსებს მათ და ჩვენც გვჯერა, რომ შორეული ნაოსნობის კაპიტან ბეჟან ძირკვაძის მიერ ღირსეულად გავლილი ცხოვრება მისი მონაგარის, შვილებისა და შვილიშვილების კეთილდღეობისა და მათი სამომავლო წარმატებული საქმიანობის საწინდარი იქნება, რადგან ცხოვრება კვლავ გრძელდება და ბოლო ყოველთვის კეთილია.